მამაი და ქეითი დავშვებდით. რა? რატო? ვიცი ხო ყველაფერი კარგად იყო. ხო, რავი, მეც მეგონა რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არაო, შენი სარგი ყვარვა როგორც მე მჭირდებაო. სანამ ფაქტის წინაშე არ დაგაყენე ვერაფერი ვერ ქენიო. ხო, მაგრამ მართალია რა. შიშა რა ვარ. მირჩევნია ტყულში ვიცხოვრო, ვიდრე სიმართლეს თვალი გაუსწორო. მაგას მე მეუბნები? ხო, რა ვიღაცას ხო უნდა უთხრა, აქ არც ერთ ჩემ მეგობარს არ ესმის რაზე ვლაპარაკობ. მან ერთადერთი ადამიანი, ვისაც შემიძლია რამე მოუყვე და ჯერ კიდევ ვუყვარ ვარ შენ დამში. სისულელეებს მოვაპარაკობ რა, ხო იცი რომ ყველას უყვარ ხარ? ხო, კი, განსაკუთრებით მარის. ორჯერ დაურეკე და არც ერთხელ არ მიპასუხა. კარგი რა, ხო იცი რა დღეშიც არის. ხან პაციენტი ყავს, ხან რაღაცა ხდება მის თავს. ნუ შენ არაფერ შუაში არ ხარ. კაი რა გეხწები, ნუ ამართლებ. რო ნახა ჩემი შესული ზარი ხო შეეძლო გადმოერეკა 9 ჯერ მწერდა მანამდე დღეში. გინდა დაველაპარაკები? არა, ანა, რაზე უნდა დაელაპარაკო? რა უნდა უთხრა, რომ გეხოცები გიყვარდეს ეკა ისეთი როგორიც არის და გვერდში დაუდექი? თუ რა უნდა უთხრა? შენ კიდე დაგრუზვა გინდა მაპატიე რა. კარგი რა რახსვანია. უბრალოდ არ მომწონხარ რა ესეთი დაგრუზული და სევდიანი. ჩვენ ორში მე ვარ ესეთი. და შენ კიდე ხა იმიჯს მართმა. ძალიან მიყვარხარ. და ნუღარი ნერვიულობ რა. ერთი წუთი ალბათ. ისე სწრაფად წამოხვედი, თუ დალაპარაკებაც ვერ მოვასწარე. მე მგონი საკმარისად გელაპარაკეთ. უბრალოდ ძალიან მჭირდება რა თქვენი დახმარება რა. მეც ძალიან მჭირდება სამსახური. ჩემი ვაჟი შემცირებაში მოყვა. რძალი ორსულადაა. მეუღლე გარდა მეცვალა. რამდენსაც მეტყვით, იმდენს გადავიხდი. არა ჩემო კარგო, საქმე ფულში არ არის. უბრალოდ არ შემიძლია. ასეთ მძიმე პაციენტთან თუ მექნებოდა საქმე, საერთოდ არ მოვიდოდი. ხო, მაგრამ მე ხო გითხარით, რომ ბეტლში ზის მეთქია რა. დიახ, მაგრამ ის არ გითქვამთ, რომ ხელის კიდურებს ვერ ამოძრავებს და თავისითაც ვერ ჭამს საჭმელს. მიმუშავია ეტლით მოსარგებლესთან, მაგრამ ესეთი სიტუაცია. თქვენ არაფერი არ გევალებათ გარდა პაციენტის მოვლისა. საჭმელსაც მზას მოვიტან და ჭურჭელსაც სხვას გავარეცხინებთ. და რა გონიათ, ჭურჭლის რიცხვა მეზარება? მე უბრალოდ ესეთ პაციენტთან მუშაობის გამოცდილება არ მქონია. უნდა წამოვაყენო, ჰიგიენის დაცვაში უნდა დავეხმარო. და თანაც ისიც არ გითქვამთ, რომ მამაკაცია. აუ, არ მეგონა მაგას თუ მნიშვნელობა ქონდა რა. სხვებისთვის შეიძლება მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუ, იქნებ მითხრათ თქვენი პირობები და ყველაფერზე დაგთანხმდებით რა. და რა პირობები, რამ უნდა გითხრათ? პაციენტს განკურნავთ თუ ქალად გადააქცევთ? აუ, უბრალოდ თქვენ თუ უარს მეტყვით, უკვე აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო რა. მე უარი უკვე გითხარით და თუ დიდხანს არ შემაყოვნებთ, ძალიან კარგ სიზამ. აუ, იქნება ვინმე მირჩიოთ, ვინც იმუშავებს რა. არა, ჩემო კარგო, ასეთ პაციენტთან მუშაობის მსურველი არავინ მეგულება, მაგრამ ვინმეს იპოვით. დადეთ განცხადება. არა, ეხლა მჭირდება მე რა. წარმატებები მაშინ. რა შეშინებული იყურებ, ჯაჯიკ? ჰაი. გამარჯობა. სად მიდიხარ? მივდივართ. მე ვერ. აი რა ვერ ხო? არ შეიძლება გაჩერება და კანონს ნუ მარღვევინებ რა. სხვათა შორის იურისტია, უფროსული და ადვოკატი. ძალიან უყვარს კანონები, იცი? რა სექსუალურია? აბა, აუ მე ვერ წამოვალ რა. აი ხო შევთანხმდა რა. ხო, მაგრამ აი რაღაცა გამომიხტა და უნდა წავიდე რა. ვიცით საათ კლეოს? არა, სისხლის სამართალში არ მუშაობ. მოდი. შანსი არა? აუ წავედით რა.
მიღწევი, მოდი რა ფოტო გადავიღოთ. კარგი დედა, მთელი დღე იქ უნდა აკეთო იქ ახლა. იქ სხვებთან ერთად უნდა გადავიღო და მე მინდა რომ ჩემ შულთან ერთად გადავიღო ფოტო თან სარკეში. მე არ ვიცი გადაღება, აჰა. ცადე, სარკეში გადავიღო და არ გამოგივიდა. კი, ცადე და არ გამომივიდა. აი, მოიცა? გონ ფილტრი უნდა დაადო. არ გინდა ფილტრი, ნუ უფრო ლამაზია მაშინ. ისედაც ლამაზი ხარ, არ გინდა ფილტრი. აი შეხედე, ნახე რა ლამაზი ხარ. უყურე? თოდა ჩეცე? აი, ისე მეტი საჭოწი. ლამაზი ვარ. ნახე რა ლამაზი ხარ. კი, შენც. საერთოდ როცა ადამიანი ბედნიერია, ყოველთვის ლამაზია. შენ ხო ბედნიერი ხარ? რა ვიცი, ქორწილი მაქვს, ბედნიერი ვარ. გავიგე რომ ქორწილი გაქვს, მაგრამ მე მინდა რომ დამიმარცხო ესე დედა, მე ვარ ბედნიერი. დედა, მე ვარ ბედნიერი, ნოიჯღანები. ბედნიერესი. მაოფილი ხარ? კი, ოღონდ ნოიჯღანები. ნახე რა კარგი ფოტოა. უბრალოდ ნერვიულობ მაგაც. ნუ ეგ არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოცემულობა. რა დაგემართა? ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯს დგამ. მაგით არ ნერვიულობ. ეს სირობა რომ უნდა მეცოს, მთელი დღე მაგით ნერვიულობ რა. გაიხადე. ჩვეულებრივად გაიხადე. მართლა? არა, მე დაიწყები როგორ მოვიდა და რაღაცები და გაუძლებ ერთი დღე რა რამენაირად. არა გახსნილი ხო? გოჯობია ეს. კი. ნუ შეხედე რომელი საათია, დაგვაგვიანდებ. მოვასწრებთ არ გამოვიანდებ. არა, ყვავილები ხო უნდა ვიყიდოთ. უნდა ვიყიდოთ. ბიჭებს ხო უნდა შეხვდე? კი, უნდა შეხვდე. საშინელი საცობებია. მე არ მინდა რომ დავაგვიანო. მოვასწრებ. არა, ვერ მოვასწრებ და იგივე დაგემართება რაც მამაშენს. საკუთარ კორწილში საათნახევით უგვიან რომ მოვიდა. არა, მამა ჩემზე მელაპარაკები? უკაცრავად, კი არ მოვიდა, ვეძებეთ. ვინ, მამა ჩემი ლალი? კი, წამოდი და გზაში მოვიდა. მოიცე. არა, რაღაცა უნდა ჩაიცვა, ესე შეგცივდება. მოიცა ერთი ზავით მიცემე. მოვდივარ.
ესე რა უცნაურია რა. ზუსტად 1 წლის წინ ორივე როგორი შეყარებულები ვიყავით. და როგორი ბედნიერები. და ეხლა აღარც ბედნიერები აღარ ვარ. და აღას გფრები ყავს. მოიცე, შენ მაინც ყავს ჯერ არაფერი არავინ არ იცის. მე ვიცი უკვე ველაპარაკე შენად უკაც. მართლა? გადაწყვეტე უკვე. ხო, აბა არ ვიცი რას ველოდა რა. მაგის გამოსწორების მე არ მიჯერა. როგორც ხედავ, მაგის გამოსწორებები დროებითია. ძალიან გული მწყდება რა. ძალიან. მეც ცა ფიქრობდი რომ ავატარი და ეხლა ჭირდება ჩემი გვერდში თქმა, მაგრამ მე მივხვდი რომ თვითონ ჩემზე არც ერთხელ არ ვფიქრე. ანუ ძალიან ეგოისტურად მოიქცა. გეთანხმები ყველანაირად. ანუ მე ვიზერას ვაპარაკ, მე თვითონ გავაკეთე. შენი გაგება შეიძლება. სიყვარულის ერთი რამეა რა. კარგია ხო მარიამ. თუ არ მინდოდა მაშინ დავშორებულიყავ. ხო, მაგრამ ეგრე ხო არ ხდება ხოლმე რა. ვიცი. ანუ დღის ლოგიკური დასასრული. რა? ამე შეხედე. ვინა? კერესას და თაკოს ქორწილი. აი რატო უყურებ რა და საერთოდ რატო ყავს მეგობრებში წაშალე და დაიკიდე რა. ანა გამორთე. აი просто რატო ამიხსენი რა, რატო რა დავაშავე რა. ფოთში მივდივართ. ფოთში? კონდა ერთ ჩამოვიდა? დიახ. რა მოხდა ნამდვილად? გოგო დაიჭირეს. გონია რომ ესე ტყუილში ცხოვრებას სიმართლის გაგება აჯობებდა რა. მალე ხომიცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს